დაბრუნდით პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ ბიზნეს კონტრაქტს მე ელენე კვანჭილაშვილი ვარ Construct Gym კარგი ბიზნეს იდეიდან პრაქტიკულ პორტალად ყალიბდება ხვალ ტექნოპარკში მასშტაბური პრეზენტაცია იგეგმება თუმცა მანამდე ექსკლუზიურად ბიზნეს კონტრაქტის მაყურებელს ეძლევა საშუალება უშუალოდ ორგანიზატორებისგან და ავტორებისგან შეიტყოს სიახლეები ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარიშვილი და Construct Gym-ის გენერალური დირექტორი გიგი გაჩეჩილაძე გვერდდებიან პირდაპირ ეთერში მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები გიგი თქვენგან დავიწყებთ საქმიანი დილა ჩვენი ბიზნეს გადაცემების ჯგუფი იყო პირველი ვისმა მაყურებელმაც უშუალოდ თქვენი ჩატარებული პრეზენტაცია იხილა საქმიანი დილის სტუდიიდან ბიზნეს იდეაში თუ შევიდა რაიმე ცვლილებები მას შემდეგ რაც ჩვენ მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით და ნუ უკვე ცხადია პრაქტიკაში იწყებთ ამის განხორციელებას იცით რა მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის მივესალმებით თქვენს მაყურებელს ცოტა დრო არის იმ კონკრეტული ჩართვიდან გასული და ამიტომ პრაქტიკულად არაფერი არ შეცვლილა ერთ-ერთი ის შეიცვალა რომ კიდევ უფრო წინ წავიწიეთ და მივედით იმ ადგილამდე როდესაც უკვე ჩვენ უნდა გავუშვათ ჩვენი ვებსაიტი ონლაინ და უკვე ეს კონკრეტული ჩვენი პლატფორმა იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის და ვფიქრობთ რომ უკვე შეგვიძლია იმ პროცესზე გადავიდეთ, როდესაც შესაძლებელი იქნება კონკრეტულად იურიდიული პირებისთვის ადრეც ვახსენე ამის შესახებ, იქნება ხელმისაწვდომი ეს ჩვენი პლატფორმა. ფასიანი იქნება ეს მომსახურება. დასაწყისისათვის ჩვენ მომხმარებლებს თავაზობთ უფასოდ ჩვენ მომსახურებას და როდესაც გავა სატესტო პერიოდი, ამის შემდგომ უკვე შესაძლებელი იქნება უკვე გადავიდეთ ფასიან მომსახურებას. მე მახსოვს რომ ამ სტუდიაში თქვენ ამბობდით იმას რომ თავიდან ანუ გაშვების მომენტისთვის სადღაც 1300 ელოდებოდით რომ იქნებოდა ეს ვთქვათ კომპანიისგან ინტერესი მართლდება თქვენი ეს გეგმები. ცოტა სხვანაირად იყო, ჩავასწორებ თქვენს გაშვების მომენტისთვის არ იყო ეს საუბარი, ეს იყო ერთწლიანი განვითარებაზე იყო საუბარი, აი ეხლაც მიდის სლაიდები და ეგ არის საიტის გაშვებიდან 12 თვეში იგეგმება 1300 მომხმარებლის რეგისტრაცია, მაგრამ დასაწყისისათვის უკვე გვაქვს დაახლოებით 1000 დასახელების პროდუქტი უკვე ჩვენ თავმოყრილი ჩვენს პლატფორმაზე, რომელიც ფაქტობრივად საწყისი პერიოდისთვის არის ძალიან კარგი პერიოდი იმისათვის რომ შევძლოთ უკვე დამატება ახალი პროდუქციის და უკვე მივიდეთ ზუსტად იმ ეტაპამდე, როდესაც ხელმისაწვდომი იქნება ნამდვილად აი ის 1300 მომხმარებელი, რომელსაც ჩვენ გეგმავთ რომ ერთ წლის განმავლობაში დავარეგისტრიროთ ჩვენს ვებსაიტზე. ანა, რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი ამ პორტალთან დაკავშირებით და რა პრობლემის მოგვარება შეუძლია ესე ვთქვათ Construct Gym-ს? მოგესალმებით. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ როგორც იცით მე წარმოადგენ მშენებელთა გაერთიანებას შესაბამისად მშენებლებს ისე როგორც სხვა ბიზნესის წარმომადგენლებს ყოველდღიურად გარკვეული პრობლემები გვიდგას. მათ შორის არის ხოლმე საკანონმდებლო ხასიათის, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო საუბარი პრაქტიკაზე, რომელიც გარკვეულწილად ყოველდღიურ პრობლემებს უქმნიდა მშენებლებს. კერძოდ, პირველ რიგში ეს არის არარსებობა რეალურად რეალისტური, ადეკვატური და მიკვლევადი საბაზრო კვლევის, რომლის საფუძველზეც უკვე მშენებელი შეძლებდა ადეკვატურად და კორექტულად შეედგინა ხარჯთაღრიცხვები. ხშირია პრობლემები და თქვენს გესმით ხოლმე ალბათ, როდესაც სამშენებლო კომპანია ან დისკვალიფიცირდება, ან ვერ ასრულებს შემდგომ ვალდებულებებს, იმიტომ რომ რაღაც არასწორად მოხდა ხარჯთაღრიცხვის შედგენა. ეს ყველაფერი, ამ ყველაფრის საფუძველი, კარგად რომ მოვიძიოთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება სწორედ ფასების არცოდნა რეალურად იმ დღეს არსებულ ბაზარს. მოცემული პლატფორმა რეალურად უკვე დაგვიდებს ფასს, რომელიც პირველ რიგში მიკვლევადია, ანუ მარტივი გადასამოწმებელია და სანდოობის ხარისხი ამ კუთხით იქნება მაღალი. მეორე, ეს იქნება ინტერნეტ სივრცეში განთავსებული და ოპერატიულობის თვალსაზრისით გესმით, რომ საკმაოდ კომფორტულია. და მესამე, არჩევანის საშუალება უფრო მეტი ეძლევა მშენებელს იმისთვის, რომ სხვადასხვა მასალას შორის, თუნდაც ერთი და იგივე ხარისხის, მაგრამ სხვადასხვა მწარმოებელს შორის აირჩიოს საწარმოოს მოლაპარაკებები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მშენებლების ინიციატივით დავიწყეთ ეს პროექტი, საბოლოო ჯამში ძალიან დიდ საქმეს უკეთებთ ასევე მწარმოებლებსაც და იმპორტიორებს, იმიტომ რომ აძლევთ საშუალებას თავისი ახალი პროდუქტები უფრო კარგად წარმოაჩინონ, შესთავაზონ მომხმარებელს და პოზიციონირება მოახდინონ უფრო ეფექტურად. გია იქნება ანა, მაგალითად საქმეს ჩვენს გაგვიკეთებთ, იმიტომ რომ ამ კუთხით ჩვენთვის რიცხვები და სტატისტიკა პრაქტიკულად ხელმიუწვდომელია ხოლმე, როდესაც ჩვენ აი ამ ტიპის სამუშაოებზე ვმუშაობთ, არ ვიცი შეიძლება ნებისმიერი რეგისტრირებული მომხმარებლისთვის კვლევა იქნება ბუნებრივია ღია. ანუ კვლევას
საფუძვლად რაც ედება, ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, კვლევა საფუძვლად ედება საერთაშორისო სტანდარტი ჩვენ პარტნიორთან ერთად შექმნილი ფორმულა, რომელიც მოახდენს საბაზრო ფასის გამოყვანას. ამიტომაც არის სწორედ მიკვლევადი და სანდომოცემული კვლევა, რა თქმა უნდა ღია არის მეორე ეტაპზე და შემდგომ უკვე მე იმედი მაქვს ჩვენ ავმოვალთ თქვენთან გადაცემაში და შევძლებთ უკვე მომხმარებელს შევთავაზოთ დამატებითი ოფციები, მათ შორის სხვა რესურსების, სამუშაო ძალა, იგივე იქნება მანქანადანადგარების იჯარა და ასე შემდეგ. ასევე გვინდა რომ მომავალში დავამატოთ ხარჯთაღრიცხვის შედგენის პროგრამა და ყველაფერი ეს ბუნებრივია ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს ყველა ჩართულ მხარეს. და როდესაც ვამბობთ ყველა ჩართულ მხარეს, რა თქმა უნდა არ გულისხმობთ მარტო მშენებელს. მშენებლისთვის ეს არის კარგი ოფცია რომ დათვალო, შეარჩიო საქონელი, ხოლო დამკვეთისთვის, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს დეველოპერულ კომპანიას ან სახელმწიფოს, ეს არის ძალიან კარგი საშუალება მოახდინო კალკულაცია პროექტის. ბაზრებზე ყველაფერი გასაგებია. გიგი კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო მრჩევლები, რომლებიც ყავს ესე ვთქვათ Construct-G-ს და შენ მაშინ გაკვირით ახსენე რომ საერთაშორისო ბაზრებით საინტერესო შეიძლება იყოს. ეხლა უკვე პრაქტიკაში დაანერგილი Construct-G რამდენად დააჩქარებს ესე ვთქვათ ამ პროცესს და საერთაშორისო ბაზრები რამდენად დაეხმარება უკვე ესე ვთქვათ Construct-G-ს ადგილობრივ ბაზრსაც გაძლიერებისთვის და მეტი არჩევანის. კი ბატონო, ნამდვილად ახლა როდესაც ჩვენ შევძლებთ რომ საქართველოს ბაზარი მთლიანად მოვიცვათ და განვახორციელოთ ის გეგმა, რასაც გეგმავთ. დაახლოებით რამდენ ხნიან ეს არის 12-თვიანი განვითარების შემდეგ უკვე გვექნება რაღაც კონკრეტული სურათი, რომლის შემდგომაც უკვე შეგვეძლება რომ საერთაშორისო ბაზარზე ვიფიქროთ და ამ ხრივ უკვე დასაწყისისათვის მოკვლევაც დაწყებული იყო და მივედით იმ კონკრეტულ დასკვნამდე რომ ფაქტიურად ზოგადად როდესაც ხორციელდება საბაზრო ფასების კვლევა არსებობს სტანდარტული მოდელი კვლევის ესე ეგრეთ წოდებული რეპორტინგის ანგარიშგების როდესაც საკვლევი ორგანიზაციამ კვლევარი შეიძლება პლატფორმა იყოს ეს შეიძლება თქვათ ისევ ბეჭდური კატალოგი იყოს ამ შემთხვევაში იღებს კონკრეტული კომპანიების ბაზებს და აი ამ ბაზებიდან სხვადასხვა ტიპის ალგორითმებით უკვე ითვლის ამ კონკრეტულ საბაზრო ფასებს. ჩვენი მიდგომა არის განსაკუთრებულად განსხვავებული იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ კონკრეტული ვაჭრობებიდან გამომდინარე, როდესაც მომწოდებელი და შემსყიდველი ერთმანეთს დაუკავშირდება, ივაჭრებენ ერთმანეთს და დააფიქსირებენ კონკრეტულ ფასს, ეს ფასი არის უკვე დათვლილი ჩვენ საბაზრო კვლევის. ძალიან დიდი მადლობა ამ განმარტებებისთვის, წარმატებებს გისურვებთ ხვალინდელ პრეზენტაციაზე. ბიზნეს კონტრაქტი კი უკვე თვალს მიადევნებს უკვე ამუშავებულ Construct-G-ს, ანა საბახტარიშვილი და გიგი გაჩეჩილაძე იყვნენ სტუმრად ჩვენთან სტუდიაში. ამით დღევანდელი ბიზნეს კონტრაქტი დასრულებულია. თქვენთვის სამშაბათობით